22 დავალება, რომელიც ალბათობის ცოდნას მოითხოვს. ჭადრაკის ტურნირში მონაწილეობს 13 მოჭადრაკე, რომელთაგან ერთ-ერთი არის გია. თითოეული მოჭადრაკე ყველა დანარჩენთან თითო პარტიას თამაშობს, თითოეულ პარტიაში თეთრი ან შავი ფიგურებით თამაშის უფლება თამაშდება კენჭისყრით, ან ბედზე, რომელშიც თითოეული ფერის მოსვლის ალბათობა ერთმანეთის ტოლია. რა არის იმის ალბათობა, რომ ტურნირის მსვლელობაში გია თეთრი ფიგურებით ზუსტად 4-ჯერ ითამაშებს? უპირველესად, მნიშვნელოვანია განესაზღვროს, თუ გიას როგორც ერთ მოთამაშეს, რამდენი თამაშის ჩატარება მოუწევს და ეს არის 12, რადგან პირობით გათვალისწინებულია, რომ მხოლოდ ერთხელ შედგება მატჩი სხვა, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგესთან და გიას გარდა 12 ესეთი ოპონენტია, მოწინააღმდეგია და ვხვდებით იმაზე, რომ მართლაც მას 12-ჯერ მოუწევს თამაში. 12-ჯერ მოუწევს მას ასევე აირჩიოს ალალბედზე ფერი, თუ რა ფერით ითამაშებს საჭადრაკო მოედანზე, ეს იქნება თეთრი თუ შავი. და ვიწყებთ მთლიანად ხდომილობათა სივრცის განსაზღვრას. ამ შემთხვევაში ხდომილობათა სივრცე მთლიანად იქნება 2 ხარისხად 12. და რატომ? შეიძლება რომ ავხსნათ, რატომ არის 2 ხარისხად 12. წარმოვიდგინოთ, გია თამაშობს მხოლოდ ერთ თამაშს. ამ შემთხვევაში მთლიანი ხდომილობათა სივრცე 2 ტოლია, რადგან მან შეიძლება ითამაშოს შავებით, ან შეიძლება ითამაშოს თეთრებით. სხვა, ასე ვთქვათ, ალტერნატივა გიას არ აქვს. როდესაც თამაშთა რაოდენობა 2 ტოლია, ხდომილობათა სივრცე 4-მდე იზრდება, იმიტომ რომ არსებობს 4 განსხვავებული ვარიანტი, რითაც შეიძლება წარიმართოს სცენარი. ეს 4 ვარიანტი ესეთია, ვთქვათ, გიას ითამაშებს ორივე თამაში თეთრებით, ითამაშებს ორივეს შავებით, ან ითამაშებს პირველს შავით და მეორეს თეთრით და პირიქით. ჯერ თეთრებით ითამაშებს და შემდეგ შავით. ანუ მთლიანად რომ შევაჯამოთ, ეს იმორჩილება კანონზომიერებას 2 ხარისხად 12, 2 ხარისხად n-ს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ იზრდება რიცხვი, თამაშთა პარტიათა რიცხვი, ასე ვთქვათ, როდესაც n-ი გაუტოლდება 12-ს. და ხდომილობათა სივრცე ამ შემთხვევაში გვაქვს 2 ხარისხად 2 ხარისხად 12. მეორე ნაბიჯი ამ ამოცანაში არის ის, რომ განსაზღვროთ ზუსტად 4-ჯერ რამდენჯერ მოუწევს მას თამაში თეთრებით. თუ კი მცირე, ასე ვთქვათ, მათემატიკურ ალბათობის თეორიიდან დავისესხებთ მცირე მინიშნებებს, გვაქვს ესეთი ხდომილობა. შეიძლება გიამ საერთოდ ვერ ითამაშოს თეთრებით, რასაც ცალკე ალბათობა აქვს, შეიძლება მხოლოდ ერთხელ ითამაშოს თეთრებით 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ და 12-ჯერ. ანუ ამოცანა მეკითხება, რომ ყველა სხვა ვარიანტი, ანუ ამას დისკრეტული განაწილება ეწოდება და შესაბამისი ცხრილიც არსებობს. მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ 2-ჯერ, 3-ჯერ გამოვტოვებ 4-ს, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 და 12. ეს ვარიანტები მე უნდა შევკრიბო და გამოვაკლო საწინააღმდეგო ალბათობას. ეს ერთი გზა. მაგრამ მეორე და მარტივი გზა, ჩემის აზრით, ეს არის, რომ ჯგუფთება დავთვალო ჯგუფთების წესით. კერძოდ, ალბათობა რაღაცა ალფასი პოლი იქნება. ნახეთ, ნიშნულში იწერება ყოველთვის ხდომილობათა სივრცე, რომელიც ამ შემთხვევაში არის 2 ხარისხად 12.
და ყველა ის ვარიანტი მერიცხოვში, რომელიც მე მაწყობს და აი ამ პირობას აკმაყოფილებს, რომ სუსტად 4-ჯერ. რა არის და ეს პასუხი არის D, C12-ისა 4. რას ნიშნავს? ეს მეუბნება, რომ არსებობს 12 ელემენტიო, რაც დასტურდება, ხო? ასეთი შეიძლება 12-ჯერ მოუვიდეს თეთრი ფერი თამაშის უფლება. და აქედან მხოლოდ 4 ელემენტი, ანუ ზუსტად 4, მაგრამ ეს 4 სადღან ნაწილდება? პირველზე მოუწევს, მეორეზე მოუწევს, შეიძლება მეოთხე სხვადასხვა ვარიანტებით ათავდეს, ასე ვთქვათ. პირველ, მეორე, მესამე და ბოლოსში ითამაშოს თეთრებით, ან მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეზე ითამაშოს თეთრებით. ანუ ეს განსხვავებული ვარიანტებია და ამ ვარიაციას გვთავაზობს სწორედ აი ეს ფორმულა, ეს არის C12-ისა 4. მაგალითად, რა იქნებოდა C12-ისა 12? თუ დავაკვირდებით ყოველთვის ესეთ ფორმულაში C12-ისა 12 ერთი სტოლია. რატო? იმიტომ რომ თუ ყველა ჯერზე მას თეთრებით მოუწევს თამაში, ამის მხოლოდ ერთი ვარიანტი იქნება. მაგრამ C12-ისა 4 ნიშნავს, რომ 4 თეთრის უფლება მას აქვს სხვადასხვა ვარიაციაში. განლაგებას აქვს ამ შემთხვევაში ყურადღება მიქცეული. და მნიშვნელში, როგორც აღნიშნე, ეს არის მთლიანი მდგომარეობათა სივრცე, 2 ხარისხად 12. ანუ ალბათობის მიმართებითაც, აი რა არის ალბათობა იმისა, რომ მას ყველა ჯერზე თეთრებით მოუწევს თამაში. ეს არის 2 ხარისხად 12 და ყოველთვის შეიძლება რაღაცა პრაქტიკული მაგალითი მოვარგოთ ამას. აი, ნახეთ, კითხვის შემდგენელები აქ ის კი არ აინტერესებს, თქვათ, ჭადრაკი იქნებოდა აქ მოცემული, შემოწმებდნენ ჩვენ ცოდნას ჭადრაკში შემსგავს თამაშობებში. არამედ მათ აინტერესებთ, როგორ ვიყენებთ აი ამ ალბათობის ალგორითმს. შემიძლია ხა შევადგინო ამოცანა ისე, რომელიც ზუსტად აი ამ პირობას დაეფუძნება, ამ შედეგს დაეფუძნება. აი გერბის და საფასურის მსგავსია. აქ რო ყოფილიყო, რომ გია 12-ჯერ აგდებს მონეტას და რა არის იმის ალბათობა, რომ 4-ჯერ მოვა საფასური, ან 4-ჯერ მოვა გერბი, სუსტად იქნებოდა D პასუხში არსებული ალბათობა. ასე რომ მე მაღალი ალბათობით და სწორედ ეს არის პასუხი, რომ სუსტად 4-ჯერ ითამაშებს აი ამ ალბათობით D პასუხი.